მოგესალმებით, ძვირფასო ტელემოყურებლებო. სამყაროში არსებულ ადამიანის მიერ შექმნილ და ხელმისაწვდომ უკრებრივ ყველა წიგნთაგან უპირობოდ გამოირჩევა თავისი შინაარსითა და თუნდაც არსით ბიბლია, ღმერთის წერილი ადამიანებისადმი. მამასე ციერის დარიგება საჩუქარი ადამიანის მომავალი მარადიული ნეტარების გზამკვლევი. წინა გადაცემაში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ყველა აზრი, მოქმედება დამოკიდებულია ემპირიული, ცდისეული, ექსპერიმენტით დადასტურებული ინფორმაციის აღქმაზე ჩვენს მიერ, რის შედეგადაც ყალიბდება უკვე ლოგიკური კანონზომიერებების და კანონების ერთობლიობა ჩვენს გონებაში და მონაცემთა ასეთი ეგრეთ წოდებული ბუკეტი გიწვევს უკვე შემდგომ ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს კიდეც ჩვენი ცხოვრების არსს, მიზანს და შედეგს. საიდან მოვედით, რანი ვართ, საით მივდივართ, რისთვის ვარსებობთ. წმინდა გაბრიელ ბერი სიცოცხლეში ხშირად უსვამდა თურმე თავის როლს ამ კითხვას. აბა მოყვასნო, იქნებ მითხრათ, რისთვის ჭამთ და ვსვამთ. მას შემდეგ კი რაც მოისმენდა მრავალფეროვან პასუხებს, რომელთაგან ზოგიერთი მართლაც შეიძლება სწორი გამოდგარიყო, თვითონაც განმართავდა ხოლმე. სასუფევლისთვის უნდა ჭამოთ და ვსვათ. აი, სწორედ ეს თეზისი გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი ლეიტმოტივი. მართლაც მოდით დავფიქრდეთ, რისთვის და რა მიზნით შექმნა უფალმა ყოველივე და მოიყვანა არარსებობიდან არსებობაში. როგორ? ნუ თუ იმისთვის რომ დავიღუპოთ, ანუ გავშორდეთ უფალს სამუდამოდ, ან დავიყოთ ათეისტები და გავქრეთ გარდაცვალების შემდგომ, როგორც მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს. ჩვენ ხომ ცხადად ვხედავთ და წინა გადაცემებშიც მოიყვანეთ უამრავი მაგალითი შემოქმედის არსებობის დასაბუთებისა და იმისა, რომ შემოქმედი უქმნელია და მისი არსებობა უთხოვარი ფაქტია. ისიც ხომ ვაჩვენეთ, რომ მისი ქმნილებები ვართ, მაგრამ მისივე მსგავსნი და აქედან გამომდინარე კეთილად ქმნილი. მაშინ რატომ არ უფიქრდებით იმ გარემოებას, თუ რა იყო უფლის განზრახულობა, როდესაც ინება და ჰქმნა ყოველივე არსებული? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს განზრახულობა შესაქმნის პირველივე სიტყვიდანვე გამოშჩვევის იმზირება და ეხლა კი მოდით განმართოთ, თუ რატომ, როგორ ხდება ეს ყოველივე ამგვარად. დასაბამად. შესაქმნის ეს პირველივე სიტყვა ებრაულში გამოითქმის როგორც ბერეშიტ და ნიშნავს თავდაპირველად, დროის დასაწყისში. არსებობს წმინდა მამათა მრავალი განმარტება ამ სიტყვისა. თუ რას ნიშნავს იგი, მაგრამ ის, რასაც დღეს ვეცდებით განგიმართოთ ძვირფასო ტელემოყურებლებო, ჩვენი აზრით სიახლე იქნება ადამიანის ცნობიერებაში. ჩვენ ვეცდებით დავინახოთ შესაქმნის პირველივე სიტყვაში ის უკეთილშობილესი განზრახვა ღვთისა, მიზანი, რაც ჩადებული იქნა მის მიერ შესაქმნის პირველივე ქმედებაში დასაბამად. ნუ თუ ეს სიტყვა მხოლოდ დროის და სივრცის დასაწყისის გამოხატველი იქნება მხოლოდ. შეიძლება დრო ან სივრცე შეიქმნას და მერე არსებობდეს რაიმე მიზნის განზრახულების გარეშე, შემოქმედთან ურთიერთმიმართების გარეშე, შემოქმედისგან დამოუკიდებლად აზრი აქვს რაიმეს. მოდით აქ ცოტათი მაინც ისევ ისტორიული პერიპეტიები მოვიშველიოთ და ვეცადოთ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ სათქმელი. როდესაც მავალი ეგრეთ წოდებული მეცნიერნი თვით დაჯერებულად გვიხსნიან, რომ თითქოს ყველაფერი დაიწყო მყისიერად, უეცრად და ამას ინფლაციის და დიდი აფეთქების თეორიას უწოდებენ, მეგობრებო, იქნებ მოვიკრიბოთ ცითამამე, გეყოთ გამბედაობა და ჩემთან ერთად იკითხოთ. კი მაგრამ თქვენ დალოცვილებო, თუ კი წინა გადაცემაში მოყვანილი წმინდა მამათა და კორიფე მეცნიერთა ნააზროვნი უფლის უთხოვარი არსებობის შესახებ არ გაგმაყოფილებთ, მაშინ იქნებ ეს კითხვა მაინც გაგიჩნდეთ აზრად და იკითხოთ, რა აფეთქდა, საიდან მოვიდა ან გაჩნდა ის მატერია, ენერგია თუ სხვა რამ სუბსტანცია, რაც აფეთქდა. ეს ერთი. ეხლა მოდით გავშიფროთ მეორე აბსურდული დასკვნა ისევ ევოლუციის თეორიის მიმდევრებისა, რომლებიც გვიმტკიცებენ,
რომ თურმე თავდაპირველი ქაოსიდან ჩამოყალიბდა ის სილამაზე, ის სიმეტრია, როგორც მიკროსამყაროში, ისე მაკროსამყაროში, რაც დაიმზირება ჭეშმარიტი მეცნიერული მიდგომით, ექსპერიმენტზე დაყრდნობით და თურმე ეს ყველაფერი წარმოიქმნა ქაოსიდან, თავისთავადო. თავიდან რა იყო და როგორ იყო პირველი საწყისი ამაზე დუმან მავარნი. პასუხი არა აქვთ და ამ კითხვის იგნორირების და ქაოსური მატერიის პირველადობის დაშვების შემდეგ კი უკვე ამბობენ, რომ თურმე ეს ქაოსური მატერია უეცრად გალამაზდა და აზრობრივი დატვირთვა შეიძინა. ეს პროცესი თვალსაჩინოებისთვის დაახლოებით ასეთ მოვლენას შეიძლება შევადაროთ. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დედამიწის გულიდან ამოსული ქაოსური მასისგან, რომ წარმოიქმნეს ულამაზესი ქალაქი თავისი ყველა სასიცოცხლო ატრიბუტით. ეს ხომ წარმოუდგენელია? ეს ხომ მოაზრობაა? ამას ხო ვერ დაუშვებს ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, ვერანაირი ალბათობის თეორიის ლაბირინთებით. ბატონო გია, გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, კვანტური თეორიის ფუძემდებელი მაქს პლანკი, თავის ლექციებში და ცნობებებში ატარებს შემდეგ განსაზღვრას. საითქენაც არ უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა, რაც არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი დაკვირვების ობიექტს, ჩვენ ვერსად ვერ ვაწყლებით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ კონსტატირებას უკეთებთ მათ აბსოლუტურ ჰარმონიას ძირითად პუნქტებში. განსაკუთრებით კი ბუნების მეტყველების დარგში. როგორც რელიგია, ისე მეცნიერება საბოლოო ჯამში ეძიებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე. რელიგია ადიდებს უფალ დასაწყისშივე, მეცნიერება კი ყოველი აზრის ბოლოს. პირველი წარმოაჩენს ღმერთს როგორც საფუძველს, მეორე კი სამყაროზე ყოველი ფენომენოლოგიური წარმოდგენის დასასრულს. აი ეს საინტერესო აზრი, საინტერესო შეხედულება ცნობილი მეცნიერისა, თქვენში როგორ განწყობას იძლევს? ანუ თქვენ რა შეგიძლიათ თქვა ამის შესახებ? პასუხი არის შემდეგი რა, რომ მეცნიერება ცდილობს, რომ სამყაროს პირველ საწყისი გაიგოს, ხო? აი ეს ჩვენი მეცნიერება, ფუნდამენტური მეცნიერება, ხო? გამოყენებითზე არ ვიძახი, რომელსაც ტექნოლოგიის გაუმჯობესებას ვფიქრობ, ხო? ეს არის ალბათ დაუსრულებელი პროცესი. მე ესე მგონია და მეცნიერების უმეტესობას ესე მგონია, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება კითხვები, რომელზეც ჩვენ პასუხები არ გვეცოდინება. შესაბამისად, ვინაიდან ყოველთვის გარი კითხვა, რომელზეც ჩვენ პასუხი არ გეცოდინება, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება საიდუმლო და საერთოდ ადამიანებს ჩვენ გვიტაცებს საიდუმლოებები, ხო? რაღაცა რო არის გაურკვეველი, ეგ გვიტაცებს, ხო, ყოველთვის, არა? იმიტომ რომ ყველაფერი თუ გარკვეულია, მაშინ არც არაფერი, მოსაბეზრებელია მაშინ ყველაფერი, ხო? ყოველდღიურობა ხდება, ხო? ეგ მომენტი არის და ესე იგი, ეს არის დაუსრულებელი პროცესი. მეცნიერების თვალსაზრისით. ვერასოდეს მეცნიერება ვერ გეტყვის იმას, რომ იყოს ხალხი მექანიცისტები იყვნენ, რომელსაც ეგონათ, რომ ყველაფერი შევისწავლე და დამთავრდაო. გაიგე? დეტერმინიზმის პრინციპი იყო ეგეთ. თუ გინდა მაგასაც ვიტყვი. რომ აი სამყარო. ლაბორატორიით აქ რაც იყო ლაპარაკი, ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა თქვენ მხრიდან, აი რასაც ხავსმოდით ჩვენ, უბრალოდ იგივე ტერმინები და აი რაც ახლა ლაპარაკით, ხო? სასულოთ მისვლა საიდუმლოების ამოხსნა, სასულოთ ბოლოს და ბოლოს მართლა ეგეც უაზრობა. ხები ხო? თუ პირველ საწყისად რაღაცას აღიარებენ, ობიექტური კანონი იქნება დავშეკუთვნილ მეძე არ ვლაპარაკობ, ხო? და მიდიხარ შენ ამ სასულოთ და არსებობს განხთობის თეორია. ეს ახლა ჩვენ კამათზე გადავდივართ და შენ თუ გინდა კითხვა პასუხი სხვა არის. ახლა შენ მიდიხარ სადღაც. დროს როცა უპატარ მიდის ნამამები რომ მიდიან და მასში აზრები გონება ქრება. გავიგე, მაგრამ ახლა მაგას რატომ მეუბნები? გავცემ. შეიძლება მსგავსი რაღაცა იყოს კორელაციაში. რა რასთან. ადამიანი თუ ამ სამყაროში შეიმესებს თავის თავისუფლებას და ბოლოს და ბოლოს მიდის თუ არა ღმერთის აღიარებამდე. ერთ-ერთი მეცნიერმა თქვა 300 ცნობილი მეცნიერიდან 287 იგივე სიზმრის. შენ როგორც ახლა ხო წარმოგადგენელი ამ ფუნდამენტური ამ სფეროს ფუნდამენტს და არა გამოყენებს, ხო? გიფიქრია თუ არა ამ თემაზე, ნუ ასეთ რაღაცას. ნუ ზოგადად კითხვაა რა. რაღაც აზრით სამყაროს ესე იგი ყველაზე ფუნდამენტური კანონები აღმოყოფილებს სიმეტრიის, ანუ რაღაც სილამაზის პრინციპს. რატო არის ეს ჩვენ არ ვიცით. ესე ფაქტია რომ ესეა. ხო, რაღაცა შინაგანი ელეგანტობა და ჰარმონია. რატო უნდა ყოფილიყო ეს აუცილებლად ჩვენ არ ვიცით. შესაძლებელი რატო არ შეიძლება რომ მაგალითად კანონები, ბუნების ყველაზე ფუნდამენტური კანონები არ ყოფილიყო არც ელეგანტური, არც ლამაზი, არც არაფერი, ხო? ყოფილიყო რაღაც ძალიან რთული განტოლებების რაღაც რთული სერია, მაგრამ ეგრე არ არის. აი რაღაც ელეგანტურობა არის ჩადებული.
ესე აი ბუნების ფუნდამენტში. და ეს მეორე გამოვლინება, ეს დამატებითი განზომილებების ერთ-ერთი გამოვლინება ამ ჰარმონიას, იმიტომ რომ უფრო დიდი სიმეტრია ახასიათებს სივრცეს, რომელსაც მეტი განზომილებები აქვს, ვიდრე სივრცეს, რომელსაც ნაკლები განზომილებები აქვს. ხო, შეიძლება ჩაჩვენოთ, რომ ეს აბსოლუტური ჰარმონიის ხელი ჩანს ამაში და ამის ანარეგული. არა, მე როგორც მეცნიერი, მე მასე შორს ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ მასე შორს წავიდე, იმიტომ რომ მე ჩვენი ამოცანა არის უბრალოდ მარტივად ის რომ ჩვენ დავაკვირდეთ იმას, რაც იზომება და ჩვენ გამოვიკვლიოთ როგორია სამყაროს სტრუქტურა. რა თქმა უნდა, კითხვაზე პასუხები ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვები, აი რაც თქვენ დასვით ახლა. ანუ ფაქტურად ის რომ რატო არის სამყარო მაინც და მაინც ისეთი როგორიც არის. ნუ მაგაზე ახლა ბევრი მოსაზრებები არსებობს, ფილოსოფიურიც, რელიგიურიც, მეცნიერულიც, მაგრამ ასე ვთქვათ, ჯერ ჩვენ არა ვართ იმ დონეზე, რომ შევძლოთ ექსპერიმენტულად აი ასე ვთქვათ, აი საფუძვლების მიღმა არსებული პრინციპების შესწავლა. აი ჩვენ ესე ვართ ახლა ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ როგორია სტრუქტურა. იმედია მე მოვა დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ იმის გაგებას, რატო არის ეს სტრუქტურა ესეთი და არა სხვანაირი. სხვა შორის არსებობს იდეები, ზოგს მაგალითად თვლის, რომ სინამდვილეში არის უამრავი სხვადასხვა ვარიანტი, როგორც ამ ბუნების კანონების და ამ უსასრულო სამყაროს სხვადასხვა რეგიონებში ეს კანონები სხვადასხვანაირად რეალიზდება. ანუ ფაქტურად ჩვენი კოსმოლოგიური ჰორიზონტის მიღმა ძალიან შორს არსებობს სხვა ესეთი რეგიონი სამყაროსი, რომელშიც კანონები სხვანაირად მოქმედებს, ბუნების კანონები. ასე ვთქვათ, მთელი ესეთ სკანირება ხდება. ზოგი ამას ლანდშაფტსაც უძახის, ფუნდამენტური თეორიის ლანდშაფტს. ესე იგი თეორიას აქვს რაღაც ერთი ძალიან ამოსავალი პრინციპი, მაგრამ ეს პრინციპი როგორ რეალიზდება აი ბუნებრივ კანონებში ეს სხვადასხვანაირია. ნუ დაახლოებით ისევე მაგალითად ახლა სიცოცხლის პრინციპი დედამიწაზე უჯრედის დონეზე ასე ვთქვათ, ნუ რაღაცნაირად ვიცით დაახლოებით როგორია, ხო? რატო არის არ ვიცით, მაგრამ ვიცით დაახლოებით როგორ მოქმედებს, მაგრამ ამ სიცოცხლის გამოვლინება ფორმებში არის საოცრად მრავალგვარი, ხო? ცხოველებში და მცენარეებში და ასე. ესე იგი, რაღაც აზრით შეიძლება ესევე მოქმედებდეს ზოგიერთი თვლის, რომ შეიძლება ფიზიკური თეორია ფიზიკური სამყაროში, აი ფიზიკური კანონებიც ესევე იყოს. იყოს რაღაც ერთი ძალიან ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მოქმედებს მაგალითად ათგანზომილებიან სივრცეში. მაგრამ ის თუ ეს პრინციპი როგორ აკეთებს თავის რეალიზებას, სხვადასხვა რეგიონებში სამყაროს შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს რა. იყოს სადღაც სამყაროს, სადაც მაგალითად ელექტრონს სხვანაირი მასა აქვს, პროტონს სხვანაირი მასა, ან საერთოდ არც არსებობს ელექტრონი პროტონი. ეს ინტერვიუ 5 წლის წინათ გახლავთ ჩაწერილი და კარგად ერგება დღევანდელი გადაცემის დედააზრს. ჩვენ არ ვიცით თურმე რატომ არის მატერიალიზებული სამყარო ჰარმონიული და სიმეტრიული. და ეს შეიძლება ასე არც ყოფილიყო, ანუ ყოფილიყო სამყარო ასიმეტრიული და ანჰარმონიული. თავის დროზე მეცნიერულ წრეებში უდაოდ დამსახურებული ყურადღება მიიქცია ეიდიდის სახელით ცნობილმა ჰიპოთეზამ იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენ სამყაროში არსებობს 3-ზე მეტი ფარული 4 და ასე შემდეგ განზომილება. მე ხალხს უსვამ, რომ ეს თეორია მხოლოდ ჰიპოთეზაა, მანამ სანამ არ დამტკიცდება ექსპერიმენტზე. ეს ჰიპოთეზა გამოირჩევა თავისი სიმარტივით, რაც გულისხმობს ავტორთა, რომელთაგან ერთ-ერთი გია დვალია, უდაოდ ღრმა კვალიფიკაციას საქმის ცოდნას და ამას მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიო სამეცნიერო სამყაროც აღიარებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მიზანს წარმოვაჩინო, არის თუ არა ამ და მისი წინამორბედი თეორიების დედააზრი სიახლე, როგორც მეცნიერული, ასევე რელიგიური თვალსაზრისით და გააზრებულია თუ არა ბოლომდე სხვა ფუნდამენტური მეცნიერული ასპექტებიც. ჩვენ ხომ დიდი ხანია მიგვითითებს წმინდა წერილი ანგელოზთა სამყაროს არსებობის შესახებ. სასუფეველს რომ აღარ შევახოთ, ჩვენი საგანზომილებიანი სივრცის გარეთ ხომ არსებობს სულიერი სამყარო? თუ ასე არ არის, მაშინ რომელ განზომილებაში არსებობენ ანგელოზები? თუ ტყუილია მათი არსებობის ფაქტი, ანუ არ არსებობენ ისინი. მესამე გადაცემაში ჩვენ მოვიყვანთ ფიზიკის ენაზე უტყუარ ექსპერიმენტულ ფაქტებს ანგელოზთა ხილული არსებობისა ფოტო და ვიდეო ფილმების სახით, სადაც ცხადად დავინახავთ თუ როგორ ჩნდებიან ჩვენს სამგანზომილებიან სივრცეში სხვადასხვა ზომის ანგელოზები და ქრებიან სამგანზომილებიანი სივრციდანვე. ჯგუფთა თეორიაც ხომ უსასრულო განზომილებების ბაზაზე აგებული და სიმეტრიის შემცირებებით შემოდის ჯგუფების, ანუ სხვადასხვა სახის ელემენტებისგან, განზომილებებისგან შემდგარი სიმრავლეები.
როდესაც თავისუფლად მანიპულირებთ პლანკის მუდმივით და მანძილით თეორიებში, მაშინ მის სიტყვებს რატომ აღარ ვაქცევთ ყურადღებას, როცა ცხადად მიგვითითებს პლანკი, რომ იგი და თითქმის ყველა გამოჩენილი მეცნიერი მასთან ერთად აღიარებს უფლის, როგორც სამყაროს შემოქმედის და შესაბამისად უსასრულობაზე მეტის დომინირებას სამყაროში. ასეთ ფონზე რატომ გვიჭირს უფლის შესახებ თუნდაც უბრალო სიტყვის თქმა ტელეეთერში? მაშინ ვოლფგანგ პაულმა რა უნდა ქნას, როცა ყველას გასაგონად წარმოთქვა სიტყვები, ანალიზი ექსპერიმენტზე მაღლა დგას, ხოლო სული კი მატერიაზე აღმატებულია. ჰაიზენბერგის განუზღრებლობის პრინციპში სად რჩება სამი განზომილების ადგილი? თუ უკვე შეიცავს ამ პრინციპის ფიზიკური არსი მაღალ განზომილებებს და ბოლოს დირაკის ვაკუუმი, ველის კვანტური თეორია, ხომ ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ თურმე ჩვენ დიდი ხანია გვაქვს შეხება მაღალ განზომილებებთან სინათლის სახით. მოდით აქვე სინათლის შესახებაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ბიბლიის პირველივე თავიდან ვკითხულობთ, რომ უფალმა შექმნა სიმართლე თავდაპირველი მიწის და ცის შექმნის შემდეგ, ოღონდ მათგან დამოუკიდებლად ცალკე. სინათლე გახლავთ ერთადერთი მატერია, რომელიც არ ექვემდებარება ხრწნადობას. მას გააჩნია თვისება უკვდავებისა. ანუ მეცნიერულ ენაზე თუ ვიტყვით ნივთიერი მატერიის ან უზრაობის მასის მქონე მატერიის არარსებობის შემთხვევაში, სინათლე ვრცელდება უსასრულოდ, მას არაფერი არ მოსდის არსებობს მარადიულად. ერთხელ ბატონი გია კითხულობდა ლექციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში. ეს ის პერიოდი იყო, სანამ ფიზიკის ფაკულტეტი ყვაოდა საქართველოში, რაც სამწუხაროდ დღეისათვის აღარ შეესაბამება რეალობას და რატომ და როგორ მოხდა ეს უკვე ცალკე თემაა. მაშსადამე ამ ლექციის დროს მან მოიყვანა შემდეგი სახის ექსპერიმენტული მოდელის აღწერა მაღალი განზომილების არსებობის თეორიის გამყარების მიზნით და თქვა, რომ გარკვეულ მანძილებზე გარკვეული სახის მატერიის ურთიერთქმედების დროს ელექტრომაგნიტური ველის ფოტონების გარკვეული რაოდენობა ხელსაწყოზე აღარ უნდა დაფიქსირდესო და შესაბამისად ჩვენ სამგანზომილებიანი სივრციდან გადავიდეს 4 განზომილებიან სივრცეში გრავიტონების სახით. მე ამ დროს, როგორც ელექტრომაგნიტური ველის, კერძოდ კი ლაზერების ტექნოლოგიის, რაც სხვა არაფერია თუ არა გარკვეული სახის ელექტრომაგნიტური ველის სახესხვაობა, სპეციალისტმა მას კითხვაში მიუთითე, რომ პოლ დირაკის თეორიული აზრობრივი დასკვნების მეოხებით და შემდეგ უკვე ექსპერიმენტულად გამყარებული მოსაზრებების მიხედვით ველს გააჩნია ეგრეთ წოდებული ვაკუუმური მდგომარეობა. ან სხვა სიტყვებით, ნულოვანი რხევების ენერგია, რომელიც არსებობს მაშინაც კი, როდესაც ფოტონები არ არსებობენ. თანამედროვე ფიზიკა 4 სახის ურთიერთქმედების ფორმებს იცნობს. ესენია სუსტი, ძლიერი, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული. აქედან პირველი სამის გაერთიანება უკვე ექსპერიმენტულად დასაბუთებულია. ალბათ იგივე ბედიელის გრავიტაციულსაც. არსებობს აზრი, რომ პირველადი მაინც ელექტრომაგნიტური ბუნება, ანუ სინათლეა. წყარო ყოველივე მატერიალურის წარმოშობისა ელექტრომაგნიტური ველია. ანიჰილაციის ანუ გაქრობის შედეგად კი ისევ ელექტრომაგნიტურ ველს ვიღებთ, რომელსაც ყოველივე მატერიალურისგან დამოუკიდებლად მარადიულად არსებობა შეუძლია. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ელექტრომაგნიტურ ველს ძალუძს უსასრულოდ გავრცელდეს ისე, რომ არ შეიცვალოს ან გაქრეს ნებისმიერ მანძილებზე, როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროში. მატერიასთან ურთიერთქმედებისას კი შედის მასში შთაინთქმება და გამოდის მისგან გამოსხივდება. ეს თვისებები კი დანარჩენი სამი ურთიერთქმედების ფორმებს არ ახასიათებთ. მატერიის გარეშე ისინი არ არსებობენ. ინგლისელი ფიზიკოსი პოლ ანდრიან მორის დირაკი უთვალსაჩინოესი თანამედროვე თეორეტიკოსი, რომელმაც დაასრულა კვანტური თეორიის ლოგიკური თანმიმდევრული სქემა, ამომწურავად აღწერს ელექტრომაგნიტურ ველს, ანუ სინათლეს, როგორც უსასრულო ენერგიის წყაროს მატარებელს. მის ნაშრომში კვანტური მექანიკის ფუნდამენტური განტოლებები მე-6 პარაგრაფში ვკითხულობთ. სინათლის კვანტს ახასიათებს ერთი უცნაური თავისებურება. ის წყვეტს არსებობას მაშინ, როდესაც იმყოფება ერთ-ერთ თავის სტაციონარულ ნულოვან მდგომარეობაში, სადაც მისი იმპულსი და შესაბამისად ენერგია ნულის ტოლია. სინათლის კვანტის თანთქმა შეიძლება განვიხილოთ როგორც მისი ჩახტომა ამ ნულოვან მდგომარეობაში, ხოლო მისი გამოსხივება კი ამოხტომა ამ ნულოვანი მდგომარეობიდან ისეთში, სადაც მისი არსებობა ცხადია, თვალსაჩინოა და ეს ხდება ისე, თითქოს კვანტი ხელახლა დაიბადა. გამომდინარე იქედან, რომ ასეთნაირად წარმოქმნილი კვანტების რიცხვს არ ახასიათებთ შეზღუდვა, შემოუსაზღვრელნი არიან, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნულოვან მდგომარეობაში მათი რიცხვი ამოუწურავია, უსასრულოა.
ანუ ფოტონების არარსებობის დროს გარკვეული სიხშირის ველი არსებობს ამ მდგომარეობაში და ეს ემპირიული ფაქტია განსხვავებით გრავიტონებისგან რომელთა არსებობაც ჰიპოთეტურია მხოლოდ ჯერჯერობით მაინც და ამის მერე მე ვთხოვე გიას დაეზუსტებინა თუ რა მოუვიდოდა ველის ამ ნაწილს მისი აზრით ფოტონების გრავიტონებად სხვა განზომილებაში გადასვლის შემთხვევაში დარჩებოდა ჩვენთან თუ გახვებოდა ფოტონ გრავიტონებს მაღალ განზომილებაში ღმერთია მოწამე და ბატონი პროფესორი დოდარ კეკელიძე და აგრეთვე ცხოვრებული აკადემიკოსი თენგიზ სანაძე რომელიც ჩემს გვერდით იჯდა ამ დროს რომ გიას ამ კითხვაზე პასუხი არ ქონდა მეცნიერება და რელიგია ურთიერთდაპირისპირებული კი არ არის პირიქით ავსებენ ერთმანეთს და ერთ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას ემსახურებიან ლექციის შემდეგ ჩვენ დაფასთან ვიდავეთ კიდეც ამ საკითხზე და გიას ცდილობდა დავერწმუნებინებ რომ ველის ეს მდგომარეობა ველის დაკვანთვის პროცესისას არასწორი მათემატიკური ნორმირების შედეგად ჩნდებოდა რაც არანაირად არ შეესაბამება რეალობას და ამ თემას უკვე აღარ შევეხები ეს მაგალითი კი მომყავს სწორედ იმიტომ რომ აქვე მინდა გავახსენო გიას თანამოაზრის ამ თეორიაში გიგა გაბადაძეს თუ რა უთხრა მამა გაბრიელმა მას მისი მომავალი მოღვაწეობის შესახებ აი ეს სიტყვებიც დამარცხდები შვილო უფალთან შენი თეორიითო უთქვამს წმინდა გაბრიელ ბერს გიგასთვის რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ისტორიიდან ჩვენ ხშირად ვიშველიებთ შორეული წარსულის ფაქტებს ამა თუ იმ დასკვნების გამოსატანად და რამდენად უფრო აღმართოვანებელია როცა უახლეს წარსულშიც კი შესაძლებელი ხდება მსგავსი საინტერესო და ზოგად საკაცობრიო მოვლენების მოძიება. მოყვანილი ისტორიაც ხომ ნათელი მაგალითია ამისა, საიდან შეძლო წმინდა მამამ განეჭვრიტა გიგას მომავალი მოღვაწეობის არსი. იმ შემთხვევაში თუ ზოგიერთი თქვის არ გჯერაო და ამთხრევაო, ან სხვა რამეს მსგავს შეგვედავება. ამისით მე უშუალოდ გიგასთან გადავამოწმე ეს ფაქტი და მანაც დამიდასტურა ამ ფაქტის სიმართლე. მაშინ მოდით ახლა ჩაუფიქრდეთ თუ რას გულისხმობდა წმინდა ბერი. აი სწორედ ამ თეზის ემსახურება ჩვენი დღევანდელი გადაცემის შინაარსი და წარმოაჩენს იმ მიზანს და აზრს, რაც უფლის მიერ დასაბამად იქნა ჩადებული უსულო თუ სულიერი ქმნილებების შექმნის დროს და მათი მთელი მიწიერი არსებობის განმავლობაში. ხშირად გაგვიგია შემდეგი ფრაზა ჩვენ ცხოვრებაში: ყოველივე გენიალური მარტივია. მარტივია ის, რაც გვესმის, რასაც შევიცნობთ და ვიღებთ როგორც ჭეშმარიტებას. ეს ეხება უფლის განზრახულობასაც, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოცემულია ჩვენთვის შესაძლებლად და არ არის დაფარული. მართლაც ჩვენი ცხოვრების მიზანი შეიძლება იყოს დაფარული უფლის მიერ? რა თქმა უნდა, არა. რამე თუ ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ბოროტება. ჩვენ ვიქნებოდით რობოტები. თავისუფალი ნების არ მქონე არსებები. წმინდა წერილი კი რას გვასწავლის? იმას, რომ ყველაფერი პირიქითაა და მამაზეციერი დასაბამიდანვე ადამის და ევას შექმნიდანვე ზრუნავს ჩვენთვის გარკვეული მიზნით. რა მიზანია ეს? რაში მდგომარეობს მისი არსი? ადამიანმა რომ იცოდეს, რა ნეტარება ელოდება სასופველში, 100 წელი მატლი რომ ხრინდეს, იმასაც აიტანდაო გვასწავლის ერთ-ერთი წმინდა მამა. ადამიანი დიდებული ქმნილებაა და თუ კი მასში ვერ ხედავ სიკეთეს ან სიკეთის მარცვლებს, რომელსაც აღმოცენება სჭირდება, ვეჭვობ, რომ სრულიად დაბრბომილი ხარ. იტყოდა ხოლმე წმინდა ბერი გაბრიელი. ძვირფასო მეგობრებო, იმდენად ცხადია, იმდენად სუფთაა და გამჭვირვალე ჭეშმარიტება. სიმართლე, სიკეთე და თავისუფალი ნება უფლის აბსოლუტურობის, უქმელობის, პირველადობის შემეცნების გააზრება, რომ მის არსებობაში და უზენაეს სიკეთეში არ დაჯერება მამამთა მხრიდან იგნორირება. სიბრალულის შეგრძნება სიცოცხლე ჩემში და გულისკივილი ნარევ განცდას მათ მიმართ. ისმის კითხვა რა დაგვიშავა შემოქმედვა. რისთვის ვებრძვით მას? არარსებობიდან არსებობაში რომ მოგვიყვანა და თავის ხატად და მსგავსად რომ შეგვქნა ამისთვის? ესაა ჩვენი სამართალი. კიდევ უფრო საშიშია იმათი მდგომარეობა, ვინც სიტყვით აღიარებს უფალს, წმინდა სამებას, მაგრამ საქმით კი ინიღბება, ეწევა ფარისევლობას და ამ ქვეყნიურ განცხრობას ეძიებს და ემონება მას. ადამიანისთვის მინიჭებული თავისუფალი ნება გულისხმობს სწორედ მეცნიერული აზროვნების დომინირებას, კვლევის, ექსპერიმენტის, შემოქმედების უნარის ქონას და სწორედ ამიტომაც თითქმის ყველა კორიფე მეცნიერი, როგორც პირველ გადაცემაში ვიხილეთ, ღია და დაუფარავად აღიარებს და ეთაყვანება უფალს, ადიდებს მას.
მაშინ რა უნდა ვთქვა იმ მეცნიერების მისამართით, რომლებიც ამას არ აკეთებენ. თუ ისინი ნიუტონზე, აინშტაინზე, გალილეიზე, კეპლერზე, პაულზე, ბორზე, ჰაიზენბერგზე, დირაკზე, პლანკზე წინაყენებენ საკუთარ თავს. აქვე დავსვამთ მარტივ კითხვას, რაც ათეისტების გამოსაფხიზლებელი უფრო იქნება. თუ კი სიკვდილის, რასაც ვერ ასწდება ვერც ერთი დაბადებული ადამიანი, შემდეგ ვქრებით, ისე თითქოს არ ვარსებობდით და არ ვაგრძელებთ არსებობას. მაშინ რაღა აზრი აქვს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას? რისთვის ვზრუნავთ? არარაობისთვის? უაზრობისთვის? ეს ხომ აბსურდია და თუნდაც ყველა მეცნიერული დასკვნა, თეორიაც კი ხომ მიგვითითებს იმაზე, რომ ასე არ არის და არაფერი არ იკარგება სამყაროში. არამედ მხოლოდ ხდება გარკვეული სახის ტრანსფორმაციები, გარდაქმნები, თუნდაც სხვადასხვა განზომილებებში ფიზიკის ენაზე და სხვადასხვა ცაში რელიგიის ენაზე. წმინდა იოანეს გამოცხადებაში ცხადად წერია აგრეთვე მეორე სიკვდილის, ცეცხლის ტბის არსებობის შესახებ. რას უნდა ნიშნავდეს ეს? თუ კი სიკვდილი, როგორც ბოროტმა ევას შთააგონა და უთხრა უფალმა მოგატყვა დარგაკრებითო, ნიშნავდა უფლის მხრიდან მომდინარე არა დაცემას, სულის და სამშვიდობლის სხეულისადმი დაქვემდებარებას, არამედ გაქრობას, რაც მამაზეცია სათქმა უნდა არ უგულისხმია და სწორედ ამაში მდგომარეობდა ეშმაკის ზაქრობა, მაშინ ეს მეორე სიკვდილი რას უნდა ნიშნავდეს? ანდა რა საჭირო იყო სიკვდილის ცნების შემოტანა საერთოდ უფლის მხრიდან? აი, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო, აქ ამ მომენტში უკვე ვეცდები წმინდა გაბრიელ ბერის შეგონებებზე გამოფრთხმელმა უფლისა და მისმა მორჩილმა მოკვდავმა ცოდვილმა გავბედო და შევეხო უფლის განზრახულობის მოგრძალებულ ახსნას. ცხადია ისევ და ისევ წმინდა ბერის სიტყვების და შეგონებების მეშვეობით, შეძავებული სხვა წმინდა მამათა და მოღვაწეთა ნაზრებში. მას ასე დასაბამად ხმნა ღმერთმა და შემოქმედების ეს პროცესი უკვე შეიცავს მიზნის გარემოებასაც. ყველაფერი რაც კი შეიქმნა, ანგელოზებიდან დაწყებული, ადამიანებით დამთავრებული ემსახურება ერთადერთ მიზანს, ქმნილებების სამუდამოდ მარადიულად დამკვიდრებას სიკეთეში. დაუსრულებელ ნეტარებაში ღმერთთან, მის წიაღში და ეს პროცესი მიმდინარეობს ახლაც, ამ წუთასაც. მოდით მოусმინოთ წმინდა გაბრიელ ბერს ასე აჯობებს, რამე თუ მასზე უკეთ ამა მე ხომ ვერ შევძლებ მსგავსი თემის ახსნას. მაშასადამე. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც ნათლისღებით გამოჩნდა. თვითონ სიტყვა მართლმადიდებელი მიგანიშნებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ეს არის. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაც ამას ადასტურებს. უფალი რომ ბრძანებს გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად, ეს ხომ სამება ბაასობს ერთმანეთში. აბა ანგელოზს არ შეუძლია შექმნა. გავაჩინოთ, თქვა ქრისტემ, და ამიტომაც სიტყვა ღვთისა მოევლინა და არა მამა ან სულიწმინდა. თან იშვა, რადგან იქაც ცაში ძე იყო, რომ პიროვნება არ დარღვეულიყო. მამრეს მუხასთან აბრაჰამს რომ უფალი გამოეცხადა, შუაში იესო ქრისტე, სიტყვა ღვთისა, ხოლო აქეთ იქით მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ანგელოზები განასახიერებენ მასთან ერთად წმინდა სამებას. რუბლევომ ახალ აღთქმისეულად დახატა წმინდა სამება, ანგელოზების სახით. შუაში ძე, სიტყვა ღვთისა დაბრძანებულია და იღებს სასმის, მსხვერპლ შეწირვის ბარძიმს, რაც იმას მოასწავებს,
რომ უნდა მოვლენილიყო და ჯვარცმულიყო. რუბლოვის ხატზე განცხადებულია საუბარი წმინდა სამებისა, რომ განკაცებულიყო სიტყვა ღვთისა. მამა ღმერთის ნებას ქრისტე უხრის თავს და სულიწმიდაც თავს ხრის, რომელიც ეთანხმება განხორციელებას. სინამდვილეში უფალს რად უნდა ფრთები, ის ხომ სულ არს. მამის უკან სახლი დგას, ძის უკან ხერისგანაც გამოიხსნა კაცობრიობა ჯვარცმით. სულიწმიდის უკან კი კლდე, სიმტკიცე და ძალი. აი ღმერთი, წმინდა სამება წარმოვიდგინოთ როგორც მზე. ის ხომ დისკოსგან, სინათლისა და სითბოსგან შედგება. მამა შევადაროთ დისკოს, ქრისტე ნათელს, სულიწმიდა კი სითბოს. გამოყავი მზისგან რომელიმე, ხომ ვერ იქნება მზე. ასევე წმინდა სამებაც არ იქნება ერთმანეთის გარეშე. მამა იმას ნიშნავს, ვისაც ძე ჰყავს, ძის გარეშე მამა ვერ იქნებოდა. ესე იგი, არ არსებულა ისეთი დრო, რომ მამა იყო და ძე არა. სულის გარეშე კი ღმერთი არ იქნებოდა. რაც უნდა მამას, იმას იქმს, რაც უნდა ძეს, იმას იქმს, რაც უნდა სულიწმიდას, იმას იქმს. სამივე ზნება ერთმანეთს ემთხვევა. გასაგები რომ იყოს ღმერთი წარმოვიდგინოთ მისი ხატებისა და მსგავსების ადამიანის სახით. განვიხილოთ, რას ნიშნავს მამას რაც უნდა, იმას იქმს. მამა არის დამბადებელი აზრი. ამიტომაც როცა ადამიანის სახლის შენებას იწყებს, ჯერ აზრი მოდის თავში, რომ ააშენოს. შემდეგ ამბობს სიტყვას უნდა ავაშენო. აუცილებელი არაა ხმამაღლა იტყვის თუ არა და თავისი სულით, ძალით იწყებს შენებას. ახლა განვიხილოთ, რაც უნდა ძეს, იმას იქმს. ძე არის სიტყვა, მამისაგან შობილი გონი. ხომ გაგიგიათ, რა უაზრო რამ თქვაო. ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ზოგჯერ არ ვასრულებთ. ღმერთი კი ტყუილად არაფერს ბრძანებს, რასაც იტყვის, იმას ასრულებს. ადამიანმა წარმოთქვა სიტყვა სახლი უნდა ავაშენო და იწყებს შენებას. მისი ძალი და აზრი მასთანავეა. ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს, რაც უნდა სულიწმიდას, იმას იქმს. ადამიანს არც აზრი მოუვიდა, არც სიტყვა უთქვამს, მაგრამ სულმა გაუწია და დაიწყო სახლის შენება. ეს სამი თუ ადამიანში წინააღმდეგობას არ იწვევს და შეთანხმებულია, მით უმეტეს ღმერთში როგორ იქნება. მოდით ახლა ესეც ვიკითხოთ. არსებობს ბედისწერა. შეეძლოთ ადამიანს და ევას აეცილებინათ ცოდვით დაცემა თავიდან? შეეძლოთ და სრულიად თავისუფლადაც. მათ უბრალოდ უნდა ეკითხათ უფლისთვის, თუნდაც რას ნიშნავდა ორივე ხის არსებობა და პასუხიც მოეთხოვათ. ქონდათ მაშინაც ამის უფლება და ეხლაც ყოველ ჩვენთაგანს აქვს მსგავსი მოთხოვნის და განმარტებების მიღების მოთხოვნის უფლება შეუზღუდავად და ვინც ეძიებს, ღებულობს კიდეც პასუხს არა მარტო წმინდა წერილიდან, ლოცვებშიაც, უფალთან საუბრისას. არ არსებობს ბედისწერა. ზოგი იტყვის, ასე მეწერაო. თუ ადამიანს დაღუპვა ეწერა, მაშინ რატომ უნდა განეკითხოს ღმერთმა? ბედისწერას ჩვენ თვითონ ვქმნით. ადამიანმა თუ თავისი დაუდევრობით და დაუფიქრებლობით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, ან გარდაიცვალა, რა შუაში აქვს ბედისწერა? რა შეგჭირდებათ ღვთისნების გამოკვლევა? საჭიროების შემთხვევაში უფალი აგასრულებინებთ. თქვენ მხოლოდ 10 მცნების დაცვა,
აღსარება და ზიარება მოგეთხოვებათ. ღვთისმსახურს კი ყოველივე სჭირდება. გულს უნდა ჰკითხო, როდესაც გული დაგაჯერებს, ის არის ღვთის ნება. როცა წმინდანები სთხოვდნენ უფალს, უფალი უჩვენებდა თავის ნებას, ხოლო ღვთის გამგებას ვერავინ ჩასწუდება. არსებობს დაშვება, ნება და გამგება. დაშვება, როცა უფალი გვაძლევს თავისუფლებას. და როგორც ბოროტები, ასევე ადამიანები, რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ. როცა უფლის ნება შემოდის, ბოროტნი და ადამიანები გაშეშებულნი ვართ. ამ შემთხვევაში უფალს რაც სურს, იმას აკეთებს. უფლის ნება ყოველთვის კარგია. უფლის ნება იყო სოდომი და გომორი რომ დაანგრია. უფალს უნდოდა ცოდვები აღმოეფხვრა. რაიმე რომ მოხდება ზოგი ტყვის, ღვთის ნება იყო. რა იციან რომ ღვთის ნება იყო? წმინდანები ხომ არ არიან? შეიძლება ადამიანმა 20 კაცი მოაქციოს სარწმუნოებაზე, მაგრამ არც ამ დროს უნდა თქვა ღვთის ნება იყო. იქნებ შენ ღმერთმა იმ დროს ისეთი ძალა მოგცა, რომ 20 კი არა 40 კაცი უნდა მოგექცია. თუ რაიმეს გაკეთებას აპირებ, უნდა თქვა იყოს ნება ღვთისა. ღვთის განგებულება მართავს ყველაფერს. ხან ნებას შემოუშვებს, ხან დაშვებას და ამიტომ ხდება ასე. ღვთის განგებულებით ხდება ყველაფერი. როდესაც რაიმე საკითხს ვერ წვეთ, არ შეგიძლია და არ იცი როგორ მოიქცე, ღვთის განგებულებას უნდა მიენდო და აღარ იფიქრო მასზე. და იყოს ნება შენი უფალო. წარსულში, როდესაც რაიმე საკითხს ვერ გადაწყვეტდნენ, ყოველთვის ასე იქცეოდნენ. ზოგიერთი ადამიანი იტყვის თვალი გამექცაო. ეს ტყუილია. რადგან თუ სულს არ უნდა, არ გაიხედავს. თვალი სულის სარკეა. მონაზონი თუ ინტერესით გაიხედავს კარისკენ, ვინ მოვიდაო? იმას თავისი თავი ჯერ არ უარუყვია. არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა, ამაოსა ზედა. მამა ხომ ღვთის სახელია? ხშირად საჭიროების გარეშე ამაოდ ახსენებენ ღვთის სახელს. ღვთის სახელის ხსენებას დიდი გაფრთხილება და შიში სჭირდება. ღვთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გამოისახო. ღვთის სახელის ხსენება მხოლოდ ლოცვისა და სწავლების დროს შეგიძლია შიშითა და სიყვარულით. დანარჩენ დროს კი არანაკლები კრძალვა უნდა გქონდეს. ან კი ვინ იცის ღვთის სახელი რა არის? ღმერთი ნიშნავს ღრმა ერთს და მიუწვდომელს. ადგილის მიხედვით ყველაფერი ღმერთშია. ბუნების მიხედვით კი ყველაფერი ღმერთის გარეთაა. ზოგიერთი იტყვის ღმერთი უსასრულოაო. კი მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? თვითონ ღმერთმა ხომ იცის რამ ხელა? უსასრულობაზე მეტია ღმერთი. ამიტომაც არის ჩვენთვის დაფარული. უფალს 7 თვალი აქვს და თითო თვალი 1000 ჯერ აღემატება მზეს. უფალს მრავალნაირად მიმართავენ. მამა ხომ ღმერთის სახელია? როცა ამ სახელს ამბობ, დიდი შიშით და სიყვარულით უნდა წარმოთქვა. და თუ არ შეგიძლია, არ თქვა. ღმერთი არის უსაზღვრო სიყვარული. თვით სიყვარულზე მეტია იგი. Облачен от Бога властью священства, все молитвы знаю. Но бегать по морю я не умею. Не пробежать мне.
А вы только и знаете, трое нас да трое вас, Господи, помилуй нас. Но у вас чистое сердце. Идите. Идите с Богом на свой святой остров. И живите и молитесь там, как молитесь. ადამიანი სხეულის სამშვინველისა და სულისაგან შედგება. სხეულს ხუთი თვისება აქვს: ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. და აქვს ორი ინსტინქტი: თვითგადარჩენისა და გამრავლების. სამშვინველი არის ის, რითაც ვსუნთქავთ. იგი ისევე როგორც ცხოველებში და ფრინველებში მოიცავს აზრს, გრძნობას და სურვილს. ღმერთმა აზრის შთადო ტვინში, გულში გრძნობა, ხოლო სურვილი კი მთლიანად სხეულში. სურვილებს ხელმძღვანელობს ნება, რომელსაც არ აქვს ორგანო, ის თელ სხეულშია. როდესაც რაიმე სურვილი გვეუფლება, მაშინ მთელი სხეული აღიძვრება. სამშვინველს უნდა რომ შეიძინოს ცოდნა და გამოცადოს, დაიკმაყოფილოს ესა თუ ის გრძნობა. უკვდავ სულს გააჩნია სამი თვისება: შიში ღვთისა, სინდისი და სწრაფვა ღვთისაკენ. რაც ცხოველებსა და ფრინველებს არ გააჩნიათ. სამშვინველი არის სისხლში, მაგრამ სისხლი არ არის. ადრე ცოდვი დაცემამდე სამშვინველის და სხეულიც სულს ემორჩილებოდა. ცოდვით დაცემის შემდეგ კი სულთან კავშირი გაწყდა და სამშვინველი სხეულს დაემორჩილა. სხეულს რაც უნდა, იმას აკეთებინებს სამშვინველს. ოღონდ სამშვინველი გადაადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს. სინდისი პატარა ღმერთია. უფალმა სინდისი იმიტომ შთადო ადამიანში, რომ უნდოდა ადამიანი გადაერჩინა. სული მეცნიერია და ყველაფერი იცის. ეს სინდის ეხება. იგი გამოიძიებს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ ხდება, როცა გვერდზე ვინმე უცხო ჩაგივლის. ხან გიხარია, ხან კი შეკრთები. ჩვენი მხედველობის არეში მოქცეული სამყაროს ნაწილი, რასაც ვხედავთ, ესაა ადგილი, სადაც გადმოიყარდნენ ბოროტის სულები. ეშმაკები, ვარსკვლავები ზიქით ვერადიან. ყველანაირი აზრი უცხო პლანეტელებზე მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დაუშვებელია. ისინი დემონები, დაცემული ანგელოზები არიან, არავითარი სხვა ცივილიზაცია არ არსებობს. ღმერთმა ეს ქვეყანა ადამიანებისთვის გააჩინა. ეგენი რომ კეთილის მყოფელი არსებები იყვნენ, ჩუმი ხმით რატომ მოვიდოდნენ? უფალი კი მოვა ღრუბელზე თავისი წმინდა ანგელოზებით. ეს ხომ უფლის დიდება იქნება. მის მოსვლას ყველა გაიგებს. მათ რომ სიკეთე უნდოდეთ, ხმამაღლა დაგიძახებდნენ, მას პინძელო, კარი გაგვიღეო. ეგენი კი ჩუმად გველივით მოიპარებიან. ასეთი მორწმუნეში ეჭვის აღმძვრელი, მზაკრული სიჩუმე ბოროტების ნიშანია. შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო? მაგრამ არ უნდა გძულდეს, გეპარალებოდეს. აი აქედან გამოდის სიყვარული. ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, სასუფეველისგან შორს ახარ. მოყვასი უნდა გიყვარდეს და ის მაინც ქენი, რომ არავინ გეჯავრებოდეს. არავისზე უკეთესი არ გეგონოს თავი.
იცით რატომ ჩავიდა წმინდა შიო მღვიმეში? ადამიანების დიდი სიყვარულისათვის. თავად ღმერთი არის სიყვარული. მამას უყვარს ძე და სული წმინდა. ისე ძეს უყვარს მამა და სული წმინდა. და აგრეთვე სული წმინდას უყვარს მამა და ძე. რახან იცოდა ღმერთმა, რომ ეს სიყვარული რამხელა სიხარულია, ამისთვის შექმნა არსებები და მათ გარშემო ყველაფერი, მათაც რომ ეხარათ. ღმერთის შემოქმედია და არ უნდოდა ძალით ყვარებოდათ თავიანთი შემოქმედი. ამიტომ მან თავისუფლება მიანიჭა ანგელოზებს და ადამიანებს. რადგან ანგელოზები ადამიანზე უფრო ძლიერები იყვნენ, უფალმა პირდაპირ კითხა, უყვარდათ თუ არა თავისი გამჩენი და საშუალება მისცა დარჩენილიყვნენ მასთან და უფრო სრულყოფილნი გამხდარიყვნენ. ხოლო რადგან ადამიანი უფრო სუსტი არსება იყო, ღმერთმა მას სამოთხეში ხესიცოცხლისას გარდა დაურგო ხეკეთილისა და ბოროტის გარჩევისა. რადგან ეს სწავლებინა სიყვარული. სიყვარულში რომ განმტკიცდებოდა ადამი, შემდეგ ამ ხის ნაყოფსაც მისცემდა და აღარ შეცოდავდა, მსგავსად წმინდა ანგელოზებისა, რომლებმაც იცოდნენ კეთილი და ბოროტი. ისინი ხომ იმდენად განმტკიცდნენ სიყვარულსა და კეთილის ქმნაში, რომ ბოროტება არ შეუძლიათ. ბოროტებიც იმდენად განმტკიცდნენ თავის ბოროტებაში, რომ კეთილის ქმნა არ შეუძლიათ. მთავარი სიყვარულია, მერე მორჩილება, შემდეგ კი მარხვა. ადამის სიყვარულს მოაკლდა, მორჩილება დაარღვია და მარხვა გატეხა. ადამი ღმერთივით იყო, სახედ და ხატად ღვთისა შექმნილი. მსგავსებით კი უფლისთვის უნდა მიებაძა სათნოებებში. ღმერთმა თავის ხატად შექმნა ადამი, რომელიც უნდა მიმსგავსებულიყო მას. ესე იგი ამით ბრძანება მისცა, ღმერთი გამხდარიყო. რა თქმა უნდა არა ბუნებით. რამე თუ მხოლოდ ერთია ღმერთი, დარავის უხილავს, არამედ მადლით. წმინდა წერილიც ხომ ამბობს, თქვენ ხართ ღმერთებიო, განღმრთობილი არის მადლით ღმერთი. მოდით აქ შევჩერდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. სათქმელი უკვე ითქვა. ვისაც ყური აქვს გაიგონოს, ვისაც თვალი აქვს იხილოს. გავიმეორებ. დასაბამად ადამი ღმერთივით იყო, სახედ ხატად ღვთისაქმნული. მსგავსებით კი უფლისთვის უნდა მიებაძა სათნოებებში, უნდა მიმსგავსებულიყო მას. ანუ ამით უფალმა გარკვეული დავალება მისცა ადამიანს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ღმერთი უნდა გაყვდარიყო, მაგრამ არა ბუნებით, რამე თუ მხოლოდ ერთია ღმერთი, არამედ მადლით და ამგვარად ადამიანის სახით ყველა დაბადებული ადამიანისგან უფალი ითხოვს მადლით ღმერთობას, რაც განხრთობას ნიშნავს. და თუ როგორი სახით დაგვიტოვა ამ სასწაულებრივი ღვთის განზრახულობის აღწერა წმინდა მამა გაბრიელმა, იმედია რომ ჩვენი ქრისტეს მიერი მამა კირიონი, იგივე ერისკაცობაში ზაზა უნიანი არ დაგზარდება. თვითონ მოგითხრობთ ძვირფასო ტელემაყურებლებო ამ მოვლენის შესახებ, რომელიც მას ერისკაცობაში გადახდა თავს და რაც მას წმინდა მამა გაბრიელმა დაუტოვა საჩუქრად. თუ რა არის განხრთობა, როგორი ღვაწლია ეს და როგორი ღვთის წყალობაა და საჩუქარია ადამიანისთვის. მამა კირიონის ციკში სახელწოდებით ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ მოვლენის შესახებ. ჩვენ კი ვეცდებით ტელეეთერიდან ან თვითონ მამა კირიონის მეშვეობით, ან სხვაგვარად გავაცოცხლოთ ეკრანზე ის დღე,
როდესაც თავის კელიაში მამა გაბრიელმა ინება და დაუტოვა ესწავლება მამა კირიოს, მაშინდელ ახალგაზრდა ზაზაონიას, რომელმაც უკვე ჩვენ გვიცილა და ეს საჩუქარი. აი, ერთი პატარა ეპიზოდიც განხრთობის შესახებ ამ წიგნიდან. დიდი ამ დროს ადამიანში სიყვარულის ალი, რომელიც ერთ-ერთი ენაა მარადიული უზენაესი ცეცხლისა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მას ამ ცეცხლთან მთლიანად შეერთება სწადია და არა მარტო ამ ცეცხლისაგან მოცემულ მოწყვეტილ ენად ყოფნა. მთლიანად შეერთება ამ ცეცხლთან განღმრთობა, რისთვისაც ადამიანს დიდი ლტოლვისა და ვედრების გარდა დიდი შინაგანი სისასტიკე მართებს საკუთარ თავთან. უარყოფა პირადისა და დავიწყება საკუთარისა, რაც საკუთარი თავის დიდი დამდაბლების გარეშე შეუძლებელია. ყოველი ადამიანი უნდა გიყვარდეს, ხედავდე მასში ძმას და მოყვას და გახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ყველასთვის იბნო, ყველას სიყვარული, ყველას მსახურება სიბრძნით, რომელსაც ღმერთი აძლევს, ვისაც კი მიხედავს და შემოსავს ამ ხელა სიყვარულით. ყველამ კარგად უწყით, თუ როგორ განვითარდა მოვლენების შესაქმნის პირველივე პერიოდიდან. ადამი და ევა ეურჩნენ უფალს, განუდგნენ მის მიერ დასახულ მიზანს, საჩუქარს და აქ თითქოს ისევე უნდა დაღუპულიყვნენ, როგორც დაცემული ანგელოზები. მაგრამ ყოვლადწმიერმა ღმერთმა ინება და არ გაწირა ჩვენი წინაპრები. თავის თავზე აიღო მათი და ეხლა უკვე ჩვენი წოდვებიც. საკუთარი თავი დაიმდაბლა და დაიდანაშაულა იმაში, რომ ჩვენ ავირჩიეთ ნებსით უნებლიეთ ბოროტება, რომლის წარმოქმნაშიც იგი არ ჩარეულა. არამედ პირიქით, ერთგზის ევნო ჩვენი წოდებისათვის ადამიანური ბუნებით და ჯვრის ძალით განაქარვა პირველი სიკვდილი, რათა გაეხსნა ჩვენთვის კიდევ ერთხელ გზა სასუფევლისკენ, რა მიზნითაც შექმნა დასაბამად. ისევ წმინდა გაბრიელ ბერს მოусმინოთ. ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, რადგან ბოროტებას არსი არ გააჩნია. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. სატანა, რომელიც ადრე სინათლის მატარებელი ანგელოზი იყო, სიკეთით იყო შექმნილი, მაგრამ როცა მოაკლდა ამ სიკეთეს, გარდაისახა ბოროტად. ბოროტი იმიტომ გადმოაგდო უფალმა ციდან, რომ სინანული აღძვროდა ადამს და ევას, რომ შეენანათ. უფალიც დატოვებდა მათ ედემის ბაღში. უფალმა იმიტომ დაუძახა ადამს, ადამ, სადახარ, რომ უნდოდა შეენანა ადამს და სინანულის შემთხვევაში 60-ში დაეტოვებინა. უფალმა იმიტომ დაუშვა ბოროტება, რომ დაცემიდან ჩანს ღმერთის სიდიადე. სამაგიერო დაცემულებს ყოველთვის შეუძლიათ შეინანონ, სანამ დროა. ამ ქვეყნად დრო ყველაზე დიდი წყალობაა. დროში შეიძლება კაცი ცხონდეს და შეიძლება წარწყმდეს. ადამიანი დაუღალავად უნდა მისწრაფოდეს ღვთისკენ და უფალი როცა ამას ხედავს, მაშინ იწყალებს ადამიანს და ყოველივეს აძლევს, რაც საჭიროა მისთვის. მსგავსი შეგონებების საკითხის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენთაგანს აღეძვრება სურვილი შეიმეცნოს და განემართოს, თუ რა ურთიერთმიმართება არსებობს ღვთის მიერ სამყაროს შექმნის პროცესის არსის მართლმადიდებულ კანონიკურ მოძღვრებასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებას შორის, გამოხატულს ადამიანთა მიერ დროისა და სივრცის განზომილებათა აღქმასა და მატერიის ურთიერთქმედების ფორმების არსის შემეცნებაში. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
ანგელოზი და დასი და ეს ყოველივე არსებობდა ნათობთა გარეშე. ანუ არსებობდა მატერია არა ამჟამინდელი სახით, მაგრამ დრო უკვე არსებობდა. რამე თუ ქმნილება გულისხმობს შემოქმედისგან განსხვავებულობას, რაც მხოლოდ დროის არსებობის დაშვებით აიხსნება. თუმცა დრო მაინც პირობითი მცნებაა და არ არის აბსოლუტური და მხოლოდ მოძრაობის აღწერას ემსახურება. შესაბამისად, ღმერთთან დრო არ არსებობს, არამედ არსებობს ერთი დიდი ბრჭყალებში ახლა. რისთვისაც დავით წინასწარმეტყველი გვეუბნება 1000 წელი, ვითარცა ერთი დღეა, ხოლო ერთი დღე ვითარცა 1000 წელი. აქ ლაპარაკია სწორედ დაბადებაში მოხსენებულ ბიბლიურ დღეებზე, რომელსაც იმოწმებს აგრეთვე სუმნათი ბერი იოანე ზოსიმე და ბაჟისადმი შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ღვთის მიერ ხილული სამყარო შეიქმნა ამჟამინდელი დროის ათვლის სისტემის მიხედვით, რომლის ათვლაც ნათობთა ერთმანეთის მიმართ ბრუნვით განისაზღვრება 6000 წლის განმავლობაში. თავდაპირველად მიწა იყო უსახური და უდაბური, ბნელი იდობს კულზე და სული ღვთისაა, იძროდა წყლებს აზედა. თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. პირველი დღე. რომელ ნათელზეა აქ საუბარი, როდესაც ნათობები და მათ შორის მზე, რომლებიც მესამე დღეს შექმნა წმინდა სამებამ, არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ის ნათელია, რომელიც მეცნიერებაში სინათლის, ანუ ელექტრომაგნიტური ველის სახით არის ცნობილი და რომელიც შემდგომში ღვთის მიერ გარკვეული სახით დაგროვდა ნათობებში და რისი საშუალებითაც ჩვენ შეიარაღებული ან შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ ხილულ სამყაროს. ბაჟისადმე თავდაპირველად ცაში, ანგელოზთა დასის სამყოფელში ხილული სამყარო შექმნამდე და მანამ, სანამ წარმოიშვებოდა ბოროტება, ყოველივე არსებობდა ნათობთა გარეშე. შემდგომ მოხდა გაყოფა. მოусმინოთ მამა გაბრიელს. ჩვენ რასაც ვხედავთ და იმის იქით რა galaktikebitsa, ეს სულ პირველიცაა. ადგილი, სადაც გადმოიყარნენ ბოროტის სულები. არ ვიცი როგორ სხეულში თუ სულში უნებლია შემთხვევა მქონდა. მეცხრეცაზე ვიყავი ატაცებული. უფლის ტახტი მეცხრეცაზეა. საიდან მოიტანეს, როცა ამბობენ, რომ ახალი სასუფეველი უნდა შეიქმნასო. სასუფეველი როგორიც იყო, ისეთი იქნება მუდამ. ცა და მიწა შეიცვლება და არა სასუფეველი. და კიდევ უჩინო არის ის უხილავი, სულიერი სამყარო, რომელიც სახიერმა და ყოვლად ძლიერმა ღმერთმა მისი მიუწვდომელი სიბრძნითი განგებულებით უწინარეს ხილული სამყაროსა და კაცის დაბადებისა შექმნა და მოიმოქმედა. ორივე სამყარო ერთობით არის სავსე ღმრთის შესაქმისა, ხოლო ადამიანის სრულყოფილი სარკია ამ სავსებისა, რომელშიც ღმერთმა ორივე ბუნება, სულიერი, უმაღლესი და ფიზიკური, სულიერთან შედარებით უმდაბლესი, მისი მიუწვდომელი სიბრძნით ერთ პირში ზოგადად ადამიანის ხატში შეკრა და გაერთიანა. ორივე სამყაროს ფიზიკურთან ერთად სულიერსაც დაუბრკოლებლად ხედავდა ადამი დაცემამდე. ავსტრიკონების საკუთხისთანავე უალტერნატიოდ გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა. მთელი ხილული სამყარო, galaktikები, ვარსკვლავთა სისტემები, პლანეტები არის ადგილსამყოფელი ბოროტთა. ანუ როგორც ამჟამად იწოდებიან უცხო პლანეტელთა, ჰუმანოიდთა. და ისინი გახლავთ სწორედ ის სულიერი ქმნილებები, დაცემული ანგელოზები, დემონები, რომლებიც მთავარ ანგელოზ მიქაელთან და მის ანგელოზთა დასთან შებრძოლების შემდეგ ჩეკა კუხილის გაელვებით იქნენ გადმოღრილი ამ ადგილას, რომელსაც პირველიცა ეწოდება. დედამიწა კი ერთადერთი პლანეტაა, სადაც არსებობენ ორბუნებოვანი, სულიერი, უმაღლესი და ფიზიკური, სულიერთან შედარებით უმდაბლესი ბუნების მქონე ქმნილებები, ადამიანები. დიახ, დედამიწა ხილულ სამყაროში ერთადერთი ადგილია, სადაც არსებობს ცივილიზაცია. აი ასეთია დასკვნა და უკვე ნათელი ხდება თუ რატომ აქვთ
ასეთი გაშმაგებული სურვილი ბოროტების მოციქულებს, რათა დაეუფლონ ჩვენს სულებს, სამუდამოდ დაგხვეპონ, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ბოროტის სულიერი არსებები იყენებენ ყოველგვარ საშუალებას, რათა დაეუფლონ ადამიანთა სულებს. დიახ, დაეუფლონ ადამიანთა სულებს და ეს პროცესი დაგვირგვინდება ანტიქრისტეს გამეფებით დედამიწაზე. გავიხსენებთ გაბრიელ ბერის მიერ ნათქვამს. საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს განშორდება. როდესაც ანტიქრისტე მოვა, ეკლესიაში ხატებს ჩამოხრის და თავის ხატს დაკიდებს. აი მხოლოდ მაშინ გავა ეკლესიებიდან მადლი. ამ სიტყვების თქმის შემდეგ გაბრიელ ბერმა ეკუმენიზმის საშინელებაზე იკადაგა. ამბობდა, რომ ჯერ იქნება ერესი აღრევა, მაშინვე ეკუმენიზმი შემოვა და მალე ანტიქრისტეც მოყვებაო. თანამედროვე პერიოდში ხშირად გაისმის აგრეთვე მოწოდება იმის შესახებ, რომ ღმერთი ერთია და რასაჭირო ამდენი რელიგიური განშტოება. თვალე დავხუჭოთ ერთმანეთის გამომრიცხავ განსხვავებებზე. დოგმატური იქნება ეს თუ სიმბოლიკური და გავერთიანდეთ. ამ საკითხის შესახებ ბევრი კომპეტენტური ნაშრომი გამოქვეყნდა ძვირფასო ტელემაყურებლო, მაგრამ ნახეთ რა მარტივია აქ სიცრუის დანახვა. კი, მაგრამ ერთი ღმერთი რომ არის, იგი თავისი არსის შესახებ შენ ერთს გეუბნება, სხვას მეორეს სრულიად საწინააღმდეგოს და კიდევ უფრო სხვას მესამეს. ისევ ორივე საწინააღმდეგოს და კიდევ უფრო სხვაებს საერთოს განსხვავებულს და ასე შემდეგ. აქედან რა გამომდინარეობს? ის რომ ეგრეთ წოდებული ახალი მსოფლიო წესრიგის ქადაგებელთა შემეცნების მიხედვით ბიბლია ყველაზე დიდი მატყუარა წიგნი ყოფილა. რადგანაც არ შეიძლება ერთი ღმერთი რამდენიმე განსხვავებული ურთიერთსაწინააღმდეგო არსით წარმოჩინდეს. ან ყველა უნდა ცდებოდეს, ან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს მართალი. ამიტომაც რამდენადაც ასეთ აშკარა მკრეხელობას ვერ განაცხადებენ, ვერ გადრულობენ, იძულებული არიან აღიარონ, რომ ან ყოველი განშტოება ცდარია, ან მხოლოდ ერთთან იქნება სიმართლე. მამა გაბრიელი პირველად პინჩორს გამოისახავდა და მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე შემდეგს ქადაგებდა. გავიმეოროთ. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი. მამა, ძე და სული წმინდა, რომელიც ნათლის ღების დროს გამოჩნდა. თვითონ სიტყვა მართლმადიდებელი მიგანიშნებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ეს არის. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაც ამას ადასტურებს. უფალი რომ ბრძანებს, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად, ეს ხომ სამებაბა არსობს ერთმანეთში. ვანგელოს არ შეუძლია შექმნა. გავაჩინოთ თქვა ქრისტემ და ამიტომაც სიტყვა ღმრთისა მოევლინა და არა მამა ან სული წმინდა, თან იშვა, რადგან იქაც ცაში ძე იყო, რომ პიროვნება არ დარღვეულიყო. მიუხედავად ამდენი ჭეშმარიტი ფაქტისა და ლოგიკური დასკვნისა, მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგე ათეისტი ან ანარქიული აზროვნების მქონე ადამიანები სულაც არ წუხან ამ გარემოებების გამო და მათ არა ჭეშმარიტება, არამედ რადაც არ უნდა დაუждეთ მომავალი ანტიქრისტეს საამებლად მხოლოდ ეკუმენიზმის სახელით ცნობილი გაერთიანება აინტერესებთ. რომს თქვან ისე, როგორც წარმართობის ეპოქაში იყო სხვადასხვა ღმერთი არსებობს, არ შეუძლიათ, რადგან მაშინ თვით ღმერთის განმარტებას რომ ღრმა ერთს ნიშნავს, ეწინააღმდეგებიან და გარდა ამისა იმ სრულ რელიგიურ მოძღვრებასაც ვეღარ იქადაგებენ მომავალში, რამაც ანტიქრისტეს მოსვლისას მის კაცღმერთად გაბატონებას უნდა შეუწყოს ხელი. აი, ასეთ სრულ საფუძველს ეყრდნობა ეს ეგრეთ წოდებული საყოველთაო მოძრაობა და კაცობრიობის საკმაოდ განათლებული ნაწილიც კი რატომღაც მშვიდად იხლართება ამ საკმაოდ მარტივ, კოსმოპოლიტურ, სულიერი ბაბილონის შენებისთვის განკუთვნილ მახეში. რამდენი ასეთი მახეა ჩვენს გარშემო? უპრიანი იქნებოდა აქ ვახსენოთ იოანე ოქროპირისა და მის მეგობარ მღვდელმთავარ ბასილის ცნობილი საუბარი, სადაც იოანე ოქროპირმა სამწყსო ვრეული შეადარა ხმლებითა და ფარებით შეარაღებულ პირთითველა ჭაბუკებს, რომლებსაც ბრძოლის ველზე უხილავი მტერი, ამ შემთხვევაში ეშმაკი, თავებს პანტაპოტით აყრევინებდა.
ასეთ პირობებში წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა გახდეთ ღვთელი, რომელიც ამ უსამართლო ბრძოლაში წინ გაუძღვება სამწყსოს. მონაზონი დედა პარასკევა იხსენებს. მამა გაბრიელი მასთან ლოცვა კურთხევაზე მისულთ, მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ტირილით ევედრებოდა. სიკეთე ჰქმენით, რათა თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა. ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და დევნა ყველგან იქნება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება ოღონდ. ცალ-ცალკენ უიქნებით 10 და მეტნი იყავით, რათა დევნის დროს ერთმანეთს შეეშველოთ. როდესაც გაგიჭირდებათ, ნუ შეშინდებით. მე მოვალ და მოგეხმარებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ. ადრეც ეგონათ, რომ თითქოს ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები რომ იყო, ეს არ იყო ნიშანი. მაშინ არ იყო ციურის ასწაულები და საყოველთაო განდგომილება. განდგომილება მწვალებლობის ტოლფასია. მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რადგან ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით. ძვირფასო ტელემაყურებელი, რა ვიღებთ? როგორ დავაქციოთ თავი ამ უბედურებას? მით უმეტეს რომ ნებსით თუ ნებლიეთ, ჩვენ თვითონ უწყობთ ხელს ბოროტების დასადგურებას. სწორედ ამ მიზნით დაგჭირდა ზემოთ მოყვანილი გარკვეული სახის ანალიტიკური შესწავლის მოშველიება. სიყვარული, აი რა არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ და რასაც უნდა ველტყოდეთ, რითაც უნდა შევიმოსოთ. ზოგი იტყვის, სიყვარული მაქვსო, იცი ან კი რა არის სიყვარული? ვინ ჩასწვდება სიყვარულს? მითხარით აბა რა არის სიყვარული? შეგვეკითხა მამა გაბრიელი და ცოტა ხნის შემდეგ სახარებისეულად თვითონვე განმარტა. სიყვარული სუგრძელი და ტკბილია. მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავლობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ განისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისრაფის, ყველაფერს აიტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაში ადამიანის ბედნიერება და მთავარია სიყვარული, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია თუ როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ამ სიტყვების თქვის შემდეგ წმინდა ბერი წამოიწია, ბირჯვარი გამოისახა და სახარების სიტყვები წარმოსდგა. ხოლო მე გეტყვით თქვენ, გიყვარდეთ მტერლი თქვენი და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელი გზლავრობდნენ თქვენ და გდევნიდნენ თქვენ, რაითა იყვნენ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზესათაისა, რამე თუ მზემისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა. მე უკვე მესმის კითხვა თუ ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ. იკითხება წმინდა ბერმა, ბოროტება ცოდვა შეიძულეთო, თვით ადამიანი გიგებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძახს, ხვალ ლოცვით, წრევლით, მარხვითა და სინანულით განეწმინდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი ადამიანი. მაშასადამე დასაბამად უფლის მიზანი ყოფილა ჩვენი მისი ქმნილებების მადლისმიერი განხტობა. სიკეთით გავლა გზისა დასაბამიდან სასუფევლამდე, იმ უსასრულო მარადიული ნეტარებისკენ, რაც სიკვდილის მიღმა არსებობს სასუფევლის სახით. მოდით აქ ამ სტრიქონებით ძვირფასო ტელემაყურებლებო დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. უსურვეთ ყველას, ჩვენი თანამემამულე მეცნიერი იქნება ეს, თუ უცხოელი, ან უბრალო ადამიანი უფლის წყალობა. უსურვოთ აგრეთვე მათ თავიანთ შექმნილ მეცნიერულ თეორიებსა და შემოქმედების პროცესში არა დამარცხება უფალთან, არამედ გამარჯვება სულის საწყობებლად
სიყვარულით და უფლის მადლით განხრთობისათვის. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენი მესამე გადაცემა უკვე შეეხება პირადად ჩემთვის ძალზედ ამაღელვებელ და სათუთ თემას. ადამიანის შექმნამდე უფლის მიერ შექმნილი უსხეულო და გაცილებით ძლიერი სულიერი არსებების ანგელოზთა უხილავი სამყაროს არსს. მომავალ შეხვედრამდე.